გზად თბილისიდან მეღრიკისამდე, დროებითი საოკუპაციო ხაზიდან 2 კილომეტრში. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი, 15 გზის ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის მრავალგზის რეკორდსმენი, 300 медали და 300-ზე მეტი თასი. ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც მსოფლიო ლეგენდას კახი კახიაშვილს ეკუთვნის. დარბაზში, სადაც ახლა მე ვიმყოფები და ჩამონათვალი იმდენად ვრცელია, რომ არ წამეკითხა, ამას ნამდვილად ვერ დავიმახსოვრებდი. მსოფლიო ლეგენდა. კაცი, რომელმაც შექმნა ეპოქა, სახელად კახი კახიაშვილი. დღეს კახის კლუბში ძალოსნობაში ღია პირველობა იმართება. მეც მომეცა შესაძლებლობა ტურნირში, ღია პირველობა ძალოსნობაში, რომელიც მეღრიკისში გაიმართა, გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიმიღო მონაწილეობა. პირველი ადგილი გარაფოლიძე გაბრიელი, ქუთაისი. აპრის მოძრაობაში იგივე და კახის დარბაზში ახლა ტურნირისთვის მზადება მიმდინარეობს და ყოველ დღე თითქმის ესეთი დატვირთული და ასეთი სამზადისია აქ. მე ვარ გიორგი სურამელი 10 წლის. მიზანია მოვიდო ოლიმპიადა, შეფერული შეჯიბრები და გამოვიდე წარმატებული სპორტსმენი. ნომერ მოსაშვილი 15 წლის. რომელი სოფლიდან? ორი რაიონი სოფელი მეღრიკისიდან. რას აკეთებ კახის კლუბში და მომიყევი საკუთარ თავსაშის წარმატებებზე? ვარჯიშობ ძალოსნობაში კახის კლუბში. მე ვარ საქართველოს ჩემპიონი, ასევე შიდა რაიონების და შიდა ტურნირების მრავალგზის ჩემპიონი პრიზიორი და ასე შემდეგ. ატლანტა, სიდნეი, კვანჭოუ, ლახტი, ათენი და კიდევ ვრცელი ჩამონათვალი ჯილდოები კი სწორედ ამ დარბაზში იყრის თავს. კაცი, რომელმაც უარი თქვა კარიერაზე, უზრუნველ ცხოვრებაზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ კი საბერძნეთზე, რომლის სახელითაც ერთ დროს ასპარეზობდა. დაბრუნდა საქართველოში თავის მშობლიურ მხარეში და წარმოშობის ადგილიდან, ცხინვალიდან ახლოს, სულ რაღაც 2 კილომეტრში შექმნა კახის კლუბი. ახლა კი თავად ლეგენდას მოусმინოთ. კითხვა პირველი. რა ხდება კახის კლუბში? გაგვაცანით? რამდენი ბავშვი დადის, რას აკეთებენ? აქ ხდება პატარების ახალგაზრდების მოძრაობა. აქ ხდება შემართება გამარჯვებისაკენ. აქ ხდება ვარჯიში, ოფლიზღვრა, გამარჯვება ხდება. ზოგჯერ წაგებაც ხდება რა თქმა უნდა. რამდენი ბავშვი ვარჯიშობს? როდი? არა მარტო სახეობა, რომელსაც ვემსახურები. 15 წელი, არამედ შეიძლება სხვა სახეობებიც ჩავთვალოთ. ამ ეტაპზე მყავს მხოლოდ ძალოსნები. ხმაური, იმიტომ რომ დარბაზში მეცადინეობა მიმდინარეობს. მიმდინარეობს შოულებად, ეხლა უკვე რომელი საათია გერდა? არ უშავს. ჯერ კიდე მიმდინარეობს, იმიტომ რომ შეჯიბრი ქონდა დღეს უშუალოდ და გადავაბით, იმიტომ რომ სხვა საშუალება არ იყო დროის ფაქტორი და სტაბილურად არის 30 ბავშვი,
ამ 30 ბავშვს მე ყოველდღიურად უმასპინძლები ვაჭრე ერთ საჭმელს მაინც დღეში, რომ უფრო მეტი ვაკონტროლო, რომ უფრო კარგი და სწორი კვება გქონდეთ, ნატურალური ყველაფერი, აზრიდან მოგვასხომე დღე-გამოშვებით და უმასპინძლებით. ყველაფერი არის ყველა 30 ბავშვებისთვის. კლუბის წევრს, რომლებიც დადიან 5-6 სოფლიდან. აი ეს მაინტერესებს, რას მინდებარე რა სოფლებიდან და რომელი სოფლებიდან არიან ბავშვები აქ სპორტში ჩართულები? ავიწყოთ ერგნეთი, ჩვენი სოფელი, ბროცლეთი, ტირზნისი, ტყუიავი, ქარელიდანაც დადიოდნენ და ის ცოტა შეფერხებები არის, მანძილია ცოტა მეტი. და გოგოებიც არიან, რაც ვნახეთ ბიჭებთან ერთად. არიან დიახ, თავიდან უფრო მეტი იყო, მაგრამ ალბათ ჩემი აზრია, რომ დიდი ფიზიკური დატვირთვები ქალბატონებისთვის არ არის მიღებული, მაგრამ თუმცა მაშინ როდესაც უკვე ოლიმპიური სახეობაა და ძალიან აქტიურები არიან ქალბატონები, თუნდაც ყველა მხრიდან გვაწვევიან. მოგვდებენ, არ გვიშვებენ, არ გვასუნთქებენ, მათ შორის სპორტშიც, მათ შორის პოლიტიკაშიც, მათ შორის ბევრი რაღაცა. როგორც ბავშვები გვიყვებიან, ყველას უნდა კლუბში სიარული და სკოლის შემდეგ მთელ დღეს სწორედ აქ ატარებენ. ყავს გუნდი ჩემპიონი წლებში, უკვე წლების განმავლობაში, ყავს ინდივიდუალური სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონები 15 წლებში და ორიენტირი მაქვს ეროვნული ნაკრებში მოხდეს ეს ჩემი სპორტსმენები და რა თქმა უნდა სახელო როგორც თავიანთ ოჯახების სოფლები და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანაც ევროპისა და მსოფლიო არენაზე. ჩვენ უკან არის წარწერა, კახის კლუბი. საიდან დაიწყო ეს იდეა? კლუბია, ეს არის გაერთიანება თანამოაზროვნეებისა, გაერთიანება ერთი მიზანი, ვისაც აქვს დასახული გარკვეული ჯგუფ ადამიანისა, რომლებიც ექვემდებარებიან რაღაც სტანდარტებს, რაღაც წესებს და გვინდა ჩვენი მეობა დავამტკიცოთ ამ შემთხვევაში სპორტის მეშვეობით. მე მათ ვასწავლი სწორ აწევას, მე მათ ვასწავლი სწორ ფსიქოლოგიას, კვებას და გაერთიანებული ვართ ამ კლუბში, რომელიც დღეს არის სპორტული მიმართულება, მაგრამ მომავალში არ იქნება მარტო და მხოლოდ სპორტული. მიატოვეთ ყველაფერი, მათ შორის დიდი კარიერა, წარმატება და საოცარი ცხოვრება საბერძნეთში და დაბრუნდით საქართველოში. ეს ყველაფერი როგორ შეიქმნა? მხოლოდ და მხოლოდ თქვენით, როგორც ვიცი. მე მქონდა მართალი ბრძანეთ, რომ მქონდა გამართული ცხოვრება საბერძნეთში, ევროპის ქვეყანა, სახელმწიფო მოვალ, ასე ვთქვათ, მსახური ვიყავი, ნატოს ჯარების პოლკოვნიკი ვარ. სიმართლე გითხრათ, ფეხი ფეხზე გადადებული და შეიძლება მაღალი დონის შესაძლებლობებისა, როგორც ეკონომიკური, ასე სტაბილურობა, ასე სხვა მიმართულებით. მაგრამ ვარჩიე იმ პერიოდისთვის, როდესაც ავირჩიე საქართველოსკენ წამოსვლა და ამ კლუბის ჩამოყალიბება, ვარჩიე, რომ აქაც უნდა განვითარდეს, აქაც უნდა მივახციოთ რაღაც სტანდარტებს, რაღაც ფასეულობებს, რომლებიც ჩვენ ამ პერიოდისთვის ჩვენი ევროპელი მეგობრები და მეზობლები ცოტა წინ არიან. ჩამორჩენილი ფედერაცია იყო, ჩავარდნილი ფედერაცია, პრობლემატიური იყო, მინუსებში იყო და ვიყონეთ პირველი არა მარტო საქართველოში და საერთაშორისო ევროპაში, არამედ მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩემი გუნდი იგებდა და ხდებოდა ჩემპიონი და ასევე ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში, იაპონიაში დავიკავეთ მეორე ადგილი, შემდეგ უკვე ოცნება იყო ჩემი ჩინელებს მოგვეკო და ესეც ამასაც მივახციეთ უშუალოდ პარიზში. გავხდით მსოფლიოში პირველი ოლიმპიური გუნდი, რომელსაც საქართველოს ყავს გუნდური გამარჯვება არის ძალოსნები. უკვე მწვრთნელის რანგში მინდა გამოვცადო ჩემი ასე ვთქვათ მონაცემები, შესაძლებლობები და თავი ასე ვთქვათ გადადებული მაქვს, რომ აქაც მქონდეს ჩემს მშობლიურ სოფელში 44 დარბაზი მაქვს და ჩემს სოფელში ვერ ვაკეთებდი ეს ცოტა მტკიოდა და ამიტომ აქაც გავაკეთე. რადგანაც ჩინეთი არის ჩემი ერთ-ერთი მიმართულება. მეორე სამშობლო. მეორე სამშობლო, კი, აუცილებლად მინდა კითხოთ ჩინეთზე, კერძოდ გუანჯოუზე და 1995 წელს იასპარეზეთ თქვენ ჩინეთთან. ჩინეთთან ურთიერთობებზე და ამ მიმართულებაზე ჩინეთზე, რას მეტყვით, რას მომიყვებით? კი ვიცოდით, რომ დიდი ქვეყანა, როგორც მასშტაბებით, როგორც ხალხის რაოდენობით, როგორც შესაძლებლობებით, თუნდაც ეკონომიური, თუნდაც სპორტული, მოგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში სტაბილურად
ჩინეთი ჩემს სახეობაში და არა მარტო ჩემს სახეობაში სტაბილურად ლიდერია. ლიდერი როდესაც არის, ალბათ ბევრ ქვეყანას აინტერესებს. აშვებიან ამისთანაც ისეც, რომ ვერ უგებთ, ვერ უგებენ სხვა დიდი სახელმწიფოები, თუნდაც შეერთებული შტატები, თუნდაც გერმანია, თუნდაც რუსები გარკვეულ სახეობებში ვერ უგებენ. ბევრ ოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთი გადის ხოლმე პირველ ადგილზე. ჩინეთს ესეთი ჩინელებს. არ ვიცი, შეიძლება ის არჩევა ტალანტებისა, რომელიც უფრო მასაში უფრო ადვილია ვიდრე ნაკლებ რაოდენობაში. ალბათ ის ტექნოლოგია, ალბათ ის მეთოდიკა, რომელიც შეიძლება შეისწავლეს. ეს ყველა ჩვენ გვაინტერესებდა ვცდილობდით გაგებას, ვცდილობდით მიბაძვას ზოგჯერ ხოლმე, თუმცა ძალიან წინ იყვნენ ჩინელები ბევრი მიმართულებით, ფიზიკური, ტექნიკური და ასე შემდეგ. შემდეგ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ჩემი მწვრთნელის ვანო გრიგოროვის ოცნება იყო, რომ გუნდი ჩამოვაყალიბოთ საქართველოში, როგორც ფედერაციამ და წავიდეთ ვიასპარეზოთ ევროპის და მსოფლიოს არენაზე. შემდეგ მისი ოცნება იყო ვანო გრიგოროვის ჩემი მწვრთნელისა, ჩინელებს მოუგოთ. ხო და ვანო გრიგოროვი დღეს აღარ არის, კოვიდის პერიოდში გარდაიცვალა და ჩვენ როგორც გავაგრძელეთ მე და გიორგი ასანიძე, ანუ მისმა სპორტსმენებმა, მისმა აღზრდილებმა ჯერ გუნდი ჩამოვაყალიბეთ, მე გუნდური ევროპაც მოვიდეთ, გუნდური მსოფლიოს მოვიდეთ, გუნდური ოლიმპიადაც მოვიდეთ, მათ შორის ჩინელებსაც მოვიდეთ მოხდა. რაც შეეხება გვანჯუს, იქ იყო მსოფლიო ჩემპიონატი, მაშინ ჩემპიონი გავხდი, მსოფლიო რეკორდი დავამყარე, კი გაუცებული. ჩინელს ხდებოდით? ჩინელები სხვათა შორის მძიმე წონით კატეგორიებში ნაკლები კონკურენტუნარიანები არიან ჩვენთან შედარებით. უფრო პატარა წონით კატეგორიაში, თუმცა იმდენად დახვეწეს, რომ უკვე მძიმე და საშუალო წონებში წავთ, მაგრამ იმ პერიოდში არ მყავდა ჩინელი. იქ ოქრო მოიპოვეთ, ხო? მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვე ოქრო და მსოფლიო რეკორდით დავამყარე. ანუ აქ ჩანს ის, რომ პოტენციალი როგორც რესურსი ადამიანისა და ის შრომად მოყვარეობისა მაღალია და მაშინვე იგრძნობოდა 95 წელს მათი პროგრესი, მათ თუ ეკნებოდათ პროგრესი. და მართლაც ესე მოხდა. დღეს ალბათ პირველი მეორე ეკონომიკა არის სოფლიოში და ალბათ სამხედრო ძალითაც პირველი მეორე უნდა იყოს. სპორტსმენები, ვინც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, ყველანი პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კახიაშვილს დიდი შემოთავაზებები, დიდი შესაძლებლობები ჰქონდა, ჩაიქნია ხელი პოლიტიკაზე, როგორც მე ვიცი, თქვა რომ სპორტსმენების ადგილი არ არის პოლიტიკაში და დარჩა იქ, სადაც არის. ახეთ რა ღრმა ბძნული კითხვა არის, ახლა მას პასუხი არ გინდა გასცეთ. ღრმა და ესე იგი, უფალმა დაგვიფაროს, რომ ყველა წავიდეს პოლიტიკაში. დღევანდელი პოლიტიკა ჩემთვის არ არის სწორი, არ არის გამართული. პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს ბევრის კარგი შეპირება და შემდეგ ის უნდა იცოდეს თუ რატომ არ მოხდა ეს ბევრი და კარგი ამის ახსნა, რომელიც მე არ შემიძლია დღეს. მე ამას ვერ ვაკეთებ. ჩემი დრო პოლიტიკაში ჯერ არ არის. შეიძლება არც ეს არ მოვიდეს, შეიძლება სამომავლოდ მოვიდე, შეიძლება ცდები კიდევაც არც ეს არის გამორიცხული. თუმცა მართლაც ბევრი და საინტერესო როგორც საბერძნეთში, ასევე საქართველოში, თუმცა მე არ გადავდგი და ვერ გადავდგი ეს ნაბიჯში. იმიტომ ვთვლი, რომ დღევანდელი სოფლიო საზოგადოებრივი წყობა, რომელსაც ქვია პოლიტიკა, რომელშიც მოიცავს სულ ყველაფერს, მათ შორის ალბათ სპორტსაც, ალბათ ნაწილობრივ სპორტსაც, დღეს ჩემი არ არის. ერთის მასწავლა ცხოვრება, რომ ის რაც გაქვს დღეს და რაც გიჭირავს ხელში, უნდა გიხაროდეს, უნდა გიამაყებოდეს, უნდა გაკმაყოფილებდეს. ზუსტად ასე ვარ მე დღეს. ცეცხლია, ცეცხლი. დროებით საოკუპაციო ხასთან. აქედან 2 კილომეტრში არის თქვენი სახლი, სადაც დროებით ვერ შევდივართ. რატომ აირჩიეთ ეს ადგილი? რა პერსპექტივას ხედავთ და რა დატვირთვა აქვს ამ ყველაფერს თქვენთვის? 2008 წლის ჩავდიოდი ყოველწლიურად შემშობილურ ქალაქ ცხინვალში. იქ მეგობრები, მეზობლები, ნაცევები, მასწავლებლები და ასე შემდეგ. 2008 წლის შემდეგ ვეღარ ჩავდიოდი. ერთხელ შევეცადე შესვლა და მესაზღვრეებმა რუსებმა გამაჩერეს. სად მიხარო მეთქვი ჩემს ქალაქში და მაჩვენე პასპორტი ვაჩვენე, აქ უნდა ქონდეს ან რუსული ვიზაო, ან რუსეთის პასპორტიო. იმ დარგში
10 წლის განმავლობაში მაშინ ვიყოფე საქართველოს ძალისხმევის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში 44 დარბაზი მაქვს გაკეთებული საქართველოს მასშტაბში. 44 დარბაზი რო გავაკეთე, აქ ჩემს სოფელში ვერ მოვახერხე. სიმბოლური დატვირთვა აქვს ხო ამ ადგილს პლუს თქვენთვის? რა თქმა უნდა ამასთან ყველაფერთან ერთად აქვს ის რომ სიახლოვეში არის ჩემს მშობლიურ მიწაწყალთან, ცხინვალთან, სადაც ფიზიკურად ვერ შევდივარ და მინდა რომ ეს ეწოდებული საზღვარი მართული ხრარახტები მოიშალოს და თავისუფალი ურთიერთობა გქონდეს ყველა ეროვნების, ყველა სარწმუნოების ხალხს, მათ შორის ჩემს ახლო მეგობრებს, ჩემს ასე ვთქვათ, ქართველებთან ძალიან მონათესავე და ახლო ერთს ეს ოსები არიან და მინდა რომ ოსები მათ იარონ, ოსების ბავშვებმა იარონ ჩვენთან და ჩვენ თავისუფლად ვიაროთ ცხინვალში. ეს ურთიერთობა აღდგეს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მიზანი. ყველაფერი დროებითია, მათ შორის პრობლემები. ამ სიტყვებით გვემშვიდობება ჩემპიონი.